9 წლის ასაკში დავკარგე მხედველობა. მე ვარ პირველი ჯგუფის უსინათლო, ასე ვთქვათ, ტოტალური უსინათლო. დღემდე ჯერჯერობით ასეა, რომ მარტო ვარ და ჩემს თავს ისე თუ ასე მე ვპატრონობ. შაქრიანი დიაბეტი მაქვს. ყოველდღიურად თითქმის მიხდება მედიკამენტების მიღება. უფერული ცხოვრებას ვეძახი ჩემს ცხოვრებას, უფერული და იდუმალი. უსინათლო, მარტოხელა, დიაბეტით მძიმედ დაავადებული მზიაბებო, მთელი გულით ელოდება ჩვენს დახმარებას. ის სრულიად უმწეოა. დაკარგა ყველა ახლობელი ადამიანი. საბრალო ქალი თავის გატანას ძლივს ახერხებს. მას არც წამრების, არც საჭმლის საყიდელი ფული აქვს. მზიაბებოს დახმარების თხოვნა ძალიან ერიდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრს არ ითხოვს. ქალი მთელი ზამთარი გამათბობლის გარეშე იყინებოდა. ძველი გაფუჭდა. ახლის საყიდელი ფული კი არ აქვს. ნუ თუ ამ საყვარელ კეთილბებოს არ დავეხმარებით, ჩვენ მისი ერთადერთი იმედი ვართ. ამ ადამიანს გასაჭირში ნუ მიატოვებთ, გაუწოდეთ მას დახმარების ხელი და 1000 მაგად დაგაჯილდოვებთ ღმერთი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.